საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინური მედია საშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან რეგულარული ავიარეისებისა და უვიზო მიმოსვლის დაწყების, ასევე სხვადასხვა მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობისა და ქართული ტურისტული პროდუქტების ჩინეთში წარდგენის შემდეგ სტუმრები მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან საქართველოს უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ ლოკაციებსა და მარშრუტებს საკუთარი თვალით ნახავენ. მიღებული გამოცდილება ახალ ტურისტულ პაკეტებში აისახება, რომელსაც ჩინური კომპანიები საკუთარ მილიონობით მომხმარებელს შესთავაზებენ. აქტიურად გრძელდება ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც. მიზანი ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და მილიარდნახევრიანი ტურისტული ბაზრის მაქსიმალურად ათვისებაა. ჩალვა სუმბაძე გიამბობთ. საქართველოს ტურისტული პროდუქტები, თბილისის მარშრუტები, ქართული სამზარეულო და ღვინო. იქამდე ვიდრე პოტენციურ ტურისტებს საქართველოს მონახულებას შესთავაზებენ, ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის შესახებ დეტალებს თავად ეცნობიან. ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ ახალ მარშრუტებს და ჩინელ მოგზაურებს საქართველოს მიმართულებით ჯგუფურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისით ვიმგზავრე. ჩვენ გავეცანით საქართველოს მიმართულებას. ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიაკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმგზავრონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ვფიქრობ, ეს ახალი მარშრუტი საქართველოში ბევრ ჩინელ ტურისტს ჩამოიყვანს. რეალურად ჩვენგან ცოტამ თუ იცის საქართველოს საოცარი ბუნებისა და შესანიშნავი კერძების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ახალი მარშრუტი ორმხრივად მომგებიანი იქნება. ჩემს გამომწერებს აუცილებლად ვურჩევ, რომ საქართველოს ეწვიონ. უკან დაბრუნებისთანავე აქტიურად გავუწევ პოპულარიზაციას საქართველოს დედაქალაქს და ამ ტურისტულ მიმართულებას. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ფრენები დაიწყო, ვფიქრობ, ჩინეთიდან საქართველოში ბევრი მოგზაური ჩამოვა და ეს მიმართულება უფრო პოპულარული გახდება. ჩინეთი საქართველოსთვის სამიზნე ტურისტული ბაზარია. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით საქართველოში ჩინეთიდან 54,544 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 16,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკური გუნდის ცნობით, ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ჩინეთის მასშტაბით კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები ტარდება. უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს პირისპირ შეხვედრები და როუდ-შოუები, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენებს დაემატა ახალი რეისი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, რომელსაც China Eastern Airlines კვირაში 3 სიხშირით ასრულებს. საქართველოს ავიაციის ტურიზმის ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენა არის შანხაი და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება. შორმაგისტრალური ფრენები, ეგრეთ წოდებული long-haul ფრენები, სრულდება ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის მიერ, რომელიც კვირაში 3 სიხშირით დაფრინავს. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალი არის. პირველივე კვირაში 95%-იანი მგზავრთნაკადი დაფიქსირდა, რაც კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთი ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის. პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ნაკადების ზრდას და ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები წარმატებით სრულდებოდეს, ფრენების სიხშირეები გაიზარდოს და დაკავშირებადობა უფრო მოქნილი იყოს. დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 3 ჩინური ავიაკომპანია. ურუმჩის, პეკინსა და შანხაის თბილისი პირდაპირი ფრენებით უკავშირდება. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიაკომპანიებმა 100,470 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2024 წელთან შედარებით 76%-იან ზრდას შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში მგზავრთნაკადი ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტი იყო.